Დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, მე შეგახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემა სრულად ეთმობა ბილეთების სკანდალს, გულისხმობთ UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს, რომლის გაყიდვის დროს სერიოზული ხარვეზები წარმოიქმნა და შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ამ ბილეთების ონლაინ გაყიდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სალაროებში გაიყიდება. თუ როდიდან გაიყიდება სალაროებში, ეს ყველაფერი უკვე დასაზუსტებელია და ჩვენ გადაცემის დასკვნით ნაწილში რეზი არველაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გვეყოლება სტუმრად, მაგრამ ამ ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება მერის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის მოადგილე ლაშა დალაქიშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მერია ასევე არის პასუხისმგებელი გარკვეულ საორგანიზაციო საკითხებზე, რაც ეხება UEFA-ს სუპერთასს. მე უპირველეს ყოვლისა მინდა გკითხოთ აი ამ ბილეთების ჯისთან დაკავშირებით. თქვენ რაიმე ფორმით საერთოდ მონაწილეობდით თუ არა ამ საკითხის მოგვარებაში და თქვენი პოზიცია რა არის, უბრალოდ მერის პოზიცია რა არის ამ საკითხზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ხო ჩვენ დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ მერიას არანაირი შეხება არ ქონდა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ მხოლოდ პასუხისმგებელი ვიყავით დინამო არენის რეაბილიტაციაზე. პოზიცია როგორც გულშემატკივრის იგივეა, მეც ვიდექი რიგში გუშინ, სამწუხაროდ ჩემი ეს რიგი სრული კრახით დამთავრდა, მეც ბილეთი ვერ შევიძინე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდა, ელემენტარულად ვერ მოახერხეთ ქვეყანაში ბილეთის გაყიდვა ამ ძალიან პრესტიჟული თამაშისათვის. და უამრავი ქართველი შეიძლება დარჩეს მისი 9 საათიანი გუშინდელი ლოდინის შემდეგ სტადიონის გარეთ. აქ არის ერთი საკითხი, ეს ბუნებრივია გაცდა ერთი კომპანიის პრობლემებს მხოლოდ. აქ უკვე ქვეყნის და რა თქმა უნდა ქალაქის პრესტიჟზეც არის ლაპარაკი, იმიტომ რომ დიდი სკანდალია ნამდვილად, დიდია უკმაყოფილებაც. ყველას აქვს თავისი არგუმენტი, ფეხბურთის ფედერაციას, UEFA-საც თავისი პოზიცია აქვს, რა თქმა უნდა, ალბათ ამ საკითხზე და ბილეთები ჯისაც აქვს, უბრალოდ არაფერი არ აქვს სათქმელი. თქვა მათ თქვეს, რომ საერთოდ წვეტენ ამ ამბავს, ხო? დედაქალაქის ხელმძღვანელობა, პირადად თქვენი ფონდი აპირებს თუ არა რაიმე ფორმით მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა, იმიტომ რომ აქ დედაქალაქის პრესტიჟზეც არის ლაპარაკი, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ამ სუპერთასს. ჩემი აზრით, დღეის მდგომარეობით დედაქალაქის რაიმე ჩართულობა უკვე ამ პროცესში სამწუხაროდ შედეგის არც მომტანი იქნება, იმიტომ რომ ჩაიარა ამ მატარებელმა უკვე გაცხადა, რომ GFF-ი გაყიდის ბილეთებს სალაროებით, დღეს კიდე ბილეთები ჯიმ ნაწილობრივ ონლაინ გაყიდვებით აღადგინა, როგორც მათ განაცხადეს. ჩვენ აი ამ წუთის მდგომარეობით არანაირად არ ვერთვებით ამ პროცესში ვსაუბრობთ ტექნოლოგიური განვითარების ფონდზე, მხოლოდ და მხოლოდ ვართ პასუხისმგებელი. არც კონსულტაცია ქონიათ, არც თქვენთვის არ მოუმართავთ რაიმე საკითხებს. არანაირი კონსულტაცია ჩვენთან ამ თემაზე არ ყოფილა. კი ბატონო, კარგით, გადავიდეთ იმ საკითხებზე, რაც უშუალოდ თქვენი პასუხისმგებლობის თემაა. ეს შემოიფარგლება მხოლოდ დინამო არენით? მხოლოდ დინამო არენით. და რა მდგომარეობა გვაქვს დინამო არენასთან დაკავშირებით? დღეის მდგომარეობით სამუშაოების ფაქტიურად 85% უკვე დასრულებულია. 15 ივლისამდე დასრულდება სრულიად 53491 სკამის მონტაჟი, რომელიც მთლიანად გამოვცვალეთ. დღეს უკვე 12000 სკამი დამონტაჟებულია, რომ ხვალ დინამომ ჩაატაროს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაში. 15 ივლისამდე ასევე დასრულდება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც შიგნით მიმდინარეობს ტერიტორიის და მოდით, მაგრამ სკამებზე გითხავთ ჩვენმა მაყურებელმა რო იცოდეს. სკამების გამოცვლა რას გულისხმობს? იმავე სახის სკამების მონტაჟს თუ განსხვავებული სკამების მონტაჟს? აქ სკამები ზუსტად იქნება იგივე სახის, ოღონდ ხარისხით ბევრად გაუმჯობესებული. სკამები შევიძინეთ იტალიური კომპანია OMSI-სგან, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მოწოდებელია მსოფლიო ბაზარზე სკამების. მაგალითად, ორი სტადიონი გააკეთა ეხა ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე კომპანია OMSI-მ, ასევე მოსაწვევის სკამები და ეგრეთ წოდებული Skybox-ის სკამები შევიძინეთ კომპანია დაპლასისგან, ეს არის ესპანური კომპანია, იგივე სკამები დამონტაჟებულია სანტიაგო ბერნაბეუს და კამპ ნოუს. რაოდენობა არ იცვლება. ეს ყველაფერი სხვა საკითხებსაც ჩავეხებით, მაგრამ აი როდის იქნება მწყობრში და სტადიონი როდის იქნება მზად იმისთვის, რომ შემდეგ აი ფორს-მაჟორული სიტუაცია არ შეიქმნას. ფაქტიურად სტადიონი მზად იქნება 15 ივლისს ნებისმიერი თამაშის ჩასატარებლად, როცა პრაქტიკულად ერთი თვით ადრე იქნება ეს ყველაფერი. რაც შეეხება განათებას, გახმოვანების სისტემა, ტაბლო და IT სისტემაც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი ამ ყველაფერზეც გითხარით,
იღებთ გაძლევთ გულშემატკივარს სრულ გარანტიას, რომ ეს ყველაფერი იქნება წესრიგში, გახმოვანება, განათება, ესეც ძალიან ისეთი საკითხებია, ფაქიზის საკითხებია, ასე ვთქვათ. მოგახსენებთ, ჩვენ დავამატეთ 52 ერთეული ახალი პროჟექტორი, მანამდე იყო 198, დღეს გამარებით გვაქვს 250. შევცვალეთ ძველი 198 პროჟექტორი, ანუ ეხლა დინამო არენაზე 250 ახალი პროჟექტორია, რომელმაც ეხლა პროექტი გავტესტეთ და სატელევიზიო გადაღების ლუქსი ვერტიკალურად 11 სიმაღლეზე მივიღეთ 2440 ლუქსი, რომელიც Full HD-ს გადაღების დონისაა. რა თქმა უნდა, სრულად პასუხისმგებლობას იღებს როგორც ფონდი, ასევე დამინსტალირებელი კომპანია, რომ სანათები არა მარტო ამ თამაშზე, რამოდენიმე წელი გარანტია აქვს მას, რომ სრულად იქნება მწყობში. ასევე გახმოვანების სისტემაც სრულად შევცვალეთ ის მე პირადად მქონდა გამოცდილება, რომ ფაქტიურად არ მესმოდა სტადიონზე არც შეცვლა, არც გოლის ავტორის ვინაობა, არაფერი. ეხლა ალბათ გერმანიასთან უკვე გაიტესტა ეს, თუ ბრძანდებოდით, ნახეთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, ძალიან მაღალი ხარისხის ხმა გვაქვს სტადიონზე, ასევე გარე პერიმეტრზე დავამატეთ შემოსასვლელებთან public announcement ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი გამოცხადება ევაკუაციის დროს ან სხვა სიტუაციებში და გავაკეთეთ უნიკალური ტაბლო რკალის ფორმის pitch 10 ეგრეთ წოდებული, რომელიც გერმანიასთან გაიტესტა, არის Full HD 21.7-ზე, ანუ 154-ზე მეტი კვადრატული მეტრია ტაბლო. მსოფლიოს არც ერთ საფეხბურთო არენაზე ეგეთი ტიპის რკალისებრი ტაბლო არ არის, როგორც კომპანია Colosseus ფირმისა, სლოვაკური კომპანია, ამერიკაში head office-ით, იქ Nex უწევს კონკურენციას, ძალიან მაღალი დონეა და IT ინფრასტრუქტურა ახსენე. კი ბატონო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით თანხმობრივათაც კომპონენტი იყო IT ინფრასტრუქტურა, გაკეთდა Tier 2-ის დონის სასერვერო, რომელიც აღიჭურვა სრული კომპლექტით, რაც UEFA მოითხოვა. ყველაფერი შესრულდა მათი პროგრეს რეპორტების მიხედვით, როცა ისინი მათი ვიზიტების შემდეგ წერდნენ, დაავაკმაყოფილეთ სრულად. ბოლო ვიზიტი ახლა იყო რამოდენიმე დღის წინ, რომელიც დასრულდა, საბოლოო საით ვიზიტი იყო. ყველა კმაყოფილია, აღთოვანებას ვერ მალავენ, დამონტაჟდა ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხარისხის პროდუქცია იქ სასერვეროშიც და ასევე გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ესეთ ყოფითზე კითხავთ ხო? ახლა IT სისტემაზე ვლაპარაკობთ. აი ჟურნალისტებისთვის. ინტერნეტი, რომელიც ბევრი დაწესებულების პრობლემა არის საქართველოში, გეუბნებიან რომ არის და შემდეგ როცა გჭირდება არ არის. აი ეს პრობლემა იქნება თუ არა მოგვარებული. მე სამწუხაროდ ინტერნეტზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მე უკვე სტადიონის და თვითონ დინამო არენის მენეჯმენტის მოსაგვარებელია, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ სპეციალურად შემოვიყვანეთ ეგრეთ წოდებული backup ხაზი სილკნეტისგან და UEFA-ს მოთხოვნით ამ თამაშზე 500 მეგაბიტ წამი იქნება ინტერნეტი. ასევე იყო გერმანიაზეც. გავტესტეთ უკვე სილკნეტისგან მივიღეთ და 500 მეგაბიტ წამი იქნება სუპერთასზე სტაბილური ინტერნეტი. ასე გაატარებს შეუძლებლად. პრობლემა არ იქნება. ასევე მედიასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ იხურება მედია ტრიბუნა. ლოკაცია იქნება სამთავრობო ლოჟიდან მარჯვენა მხარეს, გადაიხურება დაახლოებით 80-90 ჟურნალისტელიან ამ თამაშზე, იქნება სრულად გადახურული, თავისი ყველა ატრიბუტიკით, რომელიც ჩამოაქვს UEFA-ს და თან ტოვებს შემდეგ ამ თამაშში. რაც შეეხება პარკირებას, გეხება თუ არა თქვენ? არ გეხება თქვენ პარკირებას. ამ საკითხს არ შეეხება არ გაქვთ. კარგი, მე მაინტერესებს რა დაჯდა, რა ჯდება ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ თან. დინამო არენას რეაბილიტაციის პროექტი არის 20 მილიონის ბიუჯეტით, აქედან 14 მილიონი არის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, ანუ თბილისის, ხოლო 6 მილიონი გამოიყო ცენტრალური ხელისუფლებისგან. კარგით, ესე იგი, თქვენ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც თქვენ ეხებათ, პასუხისმგებლობას და ამბობთ, რომ ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, წესრიგში. ამას იმიტომ გეკითხებით ბევრჯერ, რომ ასევე იღებდა ბილეთებიჯი პასუხისმგებლობას და სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. კარგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ლაშა დალაქიშვილი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის მოადგილე. რეკლამის დროა ჩვენს გადაცემაში, სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და რევაზ არველაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს.